დღეს გაჩვენებთ ერთ-ერთ პრობლემას, აი ესეთი პატარა გაზები რომ არის, აი რაც შეგიძლია ასე ვთქვათ, გააკეთოს ესეთი ფარსონკა ეგრეთ წოდებული. აი ესეთ პირით და პრობლემაა ხოლმე ხშირად რომ ანუ უშვებს რა, ამას რომ დაამაგრებ, აი ხმასაც მოგასმენთ. გესმით? აი ესეთი ხმა აქვს. აქ არის ორი ვარიანტი. ან არის რომ დაზიანებულია თვითონ ეს უნდა გავარკვიოთ როგორ. აი საღი კარგი მაგალითად. აი ეს უნდა შევოდეს თვითს რო დააჭერ. აქედან ხმა არ უნდა გამოსდიოდეს, უყურე? აი არ გამოსდის. ეხლა ალბათ ცუდი. აი გესმის ხმა, მაინც უშვებს. ანუ ეს არ ვარგა თვითონ ბალონი, ეს კარგია. ნუ ეს გავიგეთ. ეხლა რა ხდება? არის ხოლმე კიდე რომ ბალონი კარგია, უბრალოდ აი ამაშია პრობლემა. აქ სალნიკი აქ არ აქვს. ყველას გონია რომ აქ აქვს სალნიკი რა და ანუ როცა უშვებს, ანუ რომ მოუჭერ და აი აქედან უშვებს, გონიათ რომ აქედან უშვებს და ამ დროს ეგრე არ არის. აი აქ აქვს. ამას გამოვიღებ ახლა მე დავშლი. აქ აქვს მაგას სალნიკები ორი ცალი პატარა და ეგ უნდა შეიცვალოს და შეიძლება პრობლემა მოგვარდება. ეხლა განახებთ. ეს პატარა დაგჭირდება. ფიგურული. აი ავარჩევ ახლა უცბად. აი ესე მოხსნი. დაშლი უცბად. ფერის სირთულე ამაში არ არის. ცოტა ისეთი უნდა გრძელი სრული დევს გადავიღებ. თავის წვალებიანა ასე ვთქვათ. შეიძლება ეგეთი წული თავიდან ხომაკ. აი ესეთი უნდა იყოს წესით. ანუ სიღრმეში უნდა ჩავიდეს რა. ეს ვერ ჩადიოდა ისე, იმიტომ რომ აქამდე აქ მაგრამ ამას უფრო ხმა აქვს თავი. აი, გძნობთ რომ მოეჭიდა და შევმოხსნათ. ეთონ გაგზნობინებს რომ ასე ვთქვათ, მოეჭიდა და ამოდის. კარგი, ეხლა ეს გაიხსნება. არის ხოლმე რომ თან შურუპი იჭერს ოდნავ და ამიტომ უნდა დავწუნდეთ რომ ბოლომდე არის მოშვებული. ეს გადმოვარდეს რა შურუპი რა. ეს გადმოვარდნილია. ამის მეშვეობით პირი გავაღებინე რომ კარგად გაიხსო. აგერ მივედით. აი ეს არის ჩვენი მექანიზმი. არაფერ რთული ამაში არ არის. ეხლა ამას მოხსნით. აი აქ, აი ეს. და აი ამას გამოვიღებთ. უბრალოდ მოუშვებთ. აი ჩამკეტი რა, რაც გაზი რასაც კეტავს რა, ასე ვთქვათ. გაქვს ესეთი სალნიკები, ნახეთ?
აი ესენია ხომე ამოსაცვლელი, აი ცოტა ზუმი უჭერს. აი ხაკონი ჩანს. ნუ ესეთი თხელი ორი სალნიკია. თუ სალნიკი არ გვაქვს, თქვა ზუსტად ესეთი ზუმა. შეგვიძლია ეს ავწიოთ, ესე ამოვიღოთ. ესე. ამოვიღოთ და შიგნით ძაფი დავახვიოთ, შავი. და მერე გადავდოთ სალნიკი ზემოდან. ანუ ძაფმა უნდა დაფაროს ეგ ოქროსფერი მთლიანად. ოდნა უღო ძალიან არ უნდა და შემდეგ გადავაცავთ სისქე მოემატოს. თუ გვაქვს სალნიკი და შევძლეთ უკეთესია. ამას ამოვიღებ. აი ესეთი ძაფი შეიძლება გამოვიყენოთ, ჩვეულებრივი შავი ძაფი. მეც ვერ ვიშოვებ, ისეთი პატარა სალნიკია, რომ აი ესეთი სალნიკი აი ამ ხელა ფიზიკურად არსად არ არის, მე მგონი. ძალიან გამიჭირდა მეც. ამიტომ ამას მოვწყვიტავთ ესე. აი აქ. ახეთ, აი აქ დავახვეთ. აქ ორი არის, ერთი ჩავწიე დაბლა ისე დროებით დავაცდევინებ და ამას დავახვე და მერე, ასე ვთქვათ, ამოვწევ ჩვეულებრივად. ზემოზე კიდევ ახალს კი არ იგივეს დავაგებ, რომელიც მოხსნელი მაქვს. უბრალოდ თხლად უნდა დააგოთ რა, მთავარი ეგ არის. აი ესე. აი თხლად რომ დაფაროს ოქროსფერი ერთი ფენა, არ არის აუცილებელი 10 ფენა გადავატაროთ. ერთი ფენა რა. აი ხა დავახვევ. აი ესეთ ვარიანტშია. ეყოფ. ეს ერთი. აგერახ. წავაცმევ ამას ჯიგრულად. ასაც ჩაუტევთ აქ კუთხეებს და ასე ვთქვათ რომ არ დარჩეს გარეთ, მე მივხედოთ მეორესაც რომ გავაკეთებთ მოკლედ. იგივე პრინციპით ვაკეთებთ მეორესაც. დავასრულე დახვევა და ეხა ესეთი ძაფები დარჩა და ამას ესე მოვაჭრით ლამაზად. შეა ზედმეტი რომ არ კონდეს. შეგვიძლია კიდე მოუწვათ კიდევაც ოდნავ, რა თუ ბოლომდე ვერ წავაჭრეთ. ეს იყო ვარიანტი. ესე მოუწვავთ და ეგ არის. არ უნდა დარჩეს თავი. არცად ზედმეტი. სადაც დარჩება, უნდა ჩაუტანიოთ რა შიგნით, რომ ანუ სალნიკსა და იმ კინას შორის, რომ არ გააპაროს შემდეგ პირიქით. შეგვიძლია ეგრე გავაკეთოთ მოკლედ. ესეც ვარიანტი რა. ტილოფო დიდი ვიდეო არ გამომივიდეს, რომ საყურებლად მოსაბეზრებელი აქვს, მაქსიმალურ ტილოფო დეტალებიც განახოთ. თავარი ესეთ საქმეებში არის დეტალები. დავასრულე. შო, ესე. შემდეგ ავიღებთ ისევ. აი ამას მოუჭერთ. როგორც იყო დავაბრუნებთ. შემდეგ ამას ბოლტს დავუჭერთ, უბრალოდ შურუბს დავუჭერთ ისევ, რომელიც ეყენა, რომ გაიქცეს არსად.
და მართლა ერთი რამე დამავიწყდეს, როცა მოხსნით ხოლმე, ასე ვთქვათ, ხო მორჩებით გამოყენებას ამ ბალონის და თავაკი აუცილებლად მოვაძროთ ეს და შემდეგ, ანუ ზოგი ტოვებს ხოლმე ეგრევე ესეთ, ანუ დაკეტილ მდგომარეობაში ტოვებს და ზუსტად მაგით უჩნდება ესენ და ამიტომ 1 და 2-ით ასე გახსენით და ეგრე დატოვეთ, ანუ ღია მდგომარეობაში დატოვეთ ეს მოხსნილი თავის მდგომარეობაში და შეგენახებათ ეს სალინკები და ეს რემონტი და დაგჭირდება თავში, არც დაგჭირდეთ. იმუშავებს ძალიან დიდი ხანი. ეხლა ავაწყობ ამ ყველაფერს. ჩვეულებრივად იწყობა, აი ესე. ჩავსვათ. ლამაზად. ფერი განსაკუთრებული. ამ შურუპებს დაუჭერ ხა და განახებ შედეგს. შევახოთ შედეგი. აი ესე ჩავსვათ. დავკეტოთ. გაღებულ მდგომარეობაში იყო და მაგით ოქნა ესე. ეხლა ჩავსვით და არანაირი ხმა არ ისმის. ხელახლა ჩავსვავ პრინციპში. ხელახლა ჩავსვათ, დაკეტილ მდგომარეობაში იყოს ეს, ესეც. აბა ხელახლა ჩავსვათ. აი. არანაირი ხმა არ ისმის. აბა ეხლა ავანთოთ. შავს ხუთიანს. არანაირი პრობლემა არ აქვს. ამით რეგულირებას დააწყვეტილება და გაბუდება შეიძლება. ესე უფრო კარგად რეგულირდება რა, ხანდახან როისთვის ხომები არ უნდა ქნას. რეგულირდება უფრო კარგად უკეთ. როცა სალინკები კარგ მდგომარეობაშია. გადავკეტეთ, შო. ჩაქრა. ჩავრთეთ. სპიშკაც ამუშავა კარგად. სპიშკაც არ უმუშავებდა დაჟე ამას. ახლა ჩავთავ და ენახე სპიშკით. ცა. ერთი და გაკეთე. იელო გამოიწერეთ და საინტერესო რაღაცა გავუჩინოთ.